გამარჯობათ მეგობრებო, მე დათუნა ვარ. იცით, რომ 4 შაბათს რაღაც განსაკუთრებული დაიწყო. ეს არის დიდი მოგზაურობა, რომელსაც მარხვა ჰქვია. მარხვა 40 დღეს გრძელდება და ის აღდგომამდე მიგვიყვანს. ეს არის დრო, როცა ჩვენ გულებს ვამზადებთ. ფერფლის 4 შაბათს ჩვენ ვიხსენებთ, რომ უფალს ვეკუთვნით. მარხვა არ ნიშნავს მხოლოდ მოწყენას ან რამეზე უარის თქმას. ეს არის დრო, როცა ვსწავლობთ უფრო მეტ სიყვარულს. ხშირად ვამბობთ უარს იმაზე, რაც ძალიან გვიყვარს, რათა ვაჩვენოთ, რომ უფალი უფრო მეტად გვიყვარს. ეს პატარა მსხვერპლია, რომელიც გვაძლიერებს. გინდა გაიგო, თუ მარხვა საიდან დაიწყო? მაშინ მოდი დროში ვიმოგზაუროთ და ვნახოთ, საიდან დაიწყო ეს ყველაფერი. ბიბლია გვეუბნება, რომ იესო უდაბნოში წავიდა. ის იქ 40 დღე და ღამე იმყოფებოდა. იესო არაფერს ჭამდა. ის მხოლოდ ლოცულობდა და მამა ღმერთს ესაუბრებოდა. ეს ძალიან რთული იყო, მაგრამ იესომ არ დაანება თავი მარხვას. ღამით, როცა ციოდა ვარსკვლავები, მას მამის სიყვარულს ახსენებდა. იესო გვაჩვენებს, რომ ადამიანს მხოლოდ პური არ სჭირდება, არამედ ღვთის ყოველი სიტყვა, რომელიც ჩვენ სულს კვებავს. იესო ეს ჩვენთვის გააკეთა, რომ ჩვენ გავძლიერებულიყავით. ამიტომ მარხვა არის პატარა უდაბნო ჩვენს გულებში, სადაც ჩვენ ვცდილობთ უფრო ახლოს მივიდეთ ღმერთთან. მარხვა ჩვენ სულს აძლიერებს, როგორც ვარჯიში, სხეულს. მარხვა მხოლოდ უარის თქმა არ არის. ეს არის გაცემის დრო. გაუზიარე ის, რაც შენთვის ძვირფასია, მათ ვისაც ეს სჭირდება. ზუსტად ეს არის ნამდვილი საჩუქარი იესოსთვის. დაეხმარე დედას და მამას ისე, რომ მათ კი არც კი გთხოვონ, შენი სიკეთე სახლში ყველაზე დიდი მარხვას უდრის. ხედავ, ვინც მოწყენილია, ნუ ჩაული გვერდს. ერთი ღიმილი ან თბილი სიტყვა კი დიდი საქმეა. მეგობრობა არის ის, რაც უფალს ძალიან ახარებს. პატარა დაზოგილი ხურდაც კი სხვისთვის დიდი შვებაა. ყოველი კეთილი საქმე შენს გულს სინათლით ავსებს. ხედავ, როცა სხვას ახარებ, შენც ბედნიერი ხდები. მოდით ერთად გავხადოთ ეს სამყარო უფრო თბილი.